კომუნალური ვაუჩერების სუბსიდირებას აღარ გეგმავს თბილისის მერია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ასებულ დახმარებას მუნიციპალიტეტისგან თბილისელები ვეღარ მიიღებენ. გამონაკლისია მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჯერ უცნობია, რომელი კატეგორიის ოჯახები მიიღებენ შეღავათებს კომუნალურ გადასახადებზე. ყველა უნდა იღებდეს, იმიტომ რომ ყველას უჭირს დღევანდელ დღეს. იძახიან ხალხისთვის მევედიოდა. სად არის? ვინ რა მევიდა ხალხისთვის? აღწობენ ხალხს. კომუნალური ვაუჩერების გაუქმებას თბილისის მოსახლეობის ის ნაწილია პროტესტებს, რომელთაც შეღავათი მიმდინარე წლიდან აღარ დაერიცხებათ. მათთვის მიუღებელია თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ამ შემოდგომიდან კომუნალური ვაუჩერები მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ. თბილისელები ხელისუფლებას შეღავათების გაუქმების ნაცვლად მისი გაზრდისკენ მოუწოდებენ. ყველასთვის უნდა იყოს, რატომ მარტო სოციალურებს. ჩვენც ესე ვართ, შვილო, ერთი ბინა თუ მაქვს, ორი დანარჩენი ყველაფერი სოციალურ 150 ლარზე ცხოვრება შეიძლება. მოცმანეთით ხანდახან პურის ფული არ მქონდა და პურს ღებულობდა შამონ. აი მას მათი. თუ ძენსაც მოემატება, გასაც მოემატება, ხალხი ყური ვეღარ შეძლებს გადახდას. თბილისელებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს დედაქალაქის მთავრობაში. თბილისის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურში ამბობენ, რომ ვაუჩერების პროგრამა სოციალური პროექტია და დახმარებას მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები საჭიროებენ. თუმცა მთავრობის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, რა კატეგორიის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეუნარჩუნდებათ კომუნალური ვაუჩერები. სოციალურ პროგრამაში მონაწილეობას უნდა აღებულებს მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც სჭირდება სოციალურ დახმარება და არა ყველა. და მიიღოს კომუნალური ვაუჩერი. ეგ არის მუშა რეჟიმია, არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. უკვე ცნობილია, რომ ვაუჩერების გაცემის წესში ცვლილებების შეტანას მხარს არ დაუჭერს საკრებულოს ოპოზიცია. ისინი თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიუჯეტში თანხის არარსებობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ არსებული ფინანსური რესურსით მთავრობა ვაუჩერების დაფინანსებას მხოლოდ 38,000 სოციალურად დაუცველისთვის შეძლებს, რომელთაც 70,000 ქულაზე ნაკლები აქვთ. ნარმანია ცდილობს ბიუჯეტში არსებულ მცირე თანხებს მოარგოს კომუნალური სუბსიდირების პროგრამა და არაპირიქით გაჭირვებული ადამიანების საჭიროებებს მოარგოს თბილისის ბიუჯეტი, საიდანაც ძალიან ბევრი გაუაზრებელი ხარჯი გადის. უნდა შეფასდეს და აუცილებლად უნდა მიიღონ დღევანდელი დღე ისეთი მძიმე არის, რომ მათ აუცილებლად უნდა მიიღონ დახმარება. სხვა არგუმენტები აქვს მმართველ გუნდში. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვაუჩერების გაცემა ქაოსურად ხდებოდა და შეღავათები მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას უნდა დარჩეს. უპირველეს რიგში ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ თანამოქალაქეებს, რომელთაც რეალურად და მართლაც უჭირთ. რა კატეგორიის სოციალურად დაუცველებს შეუნარჩუნდებათ კომუნალური ვაუჩერები, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა კომუნალური გადასახადების შესახებ შეცვლილ წესს თბილისის მთავრობა საკრებულოს საბოლოოდ წარუდგენს.